პირველი სტუმარია სტუდიაში კოტე ჩოკორაია კონსტიტუციონალისტი ბატონ კოტე მადლობა რომ მოგზანდით ფორმულაში. მოკლედ საკონსტიტუციო სარჩელი ოცნების უკვე შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში თქვენი აზრით რა ტიპის თამაში წამოიწყო ოლიგარქის რეჟიმმა რა იმალება რა განზრახვა იმალება ამ საკონსტიტუციო სარჩელის უკან. მოგესალმებით მივესალმებით ტელემაყურებელს არაერთგზის იყო დაანონსებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და სხვადასხვა პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა და ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა მანამდე დაანონსებული იყო თავად არჩევნა 2024 წლის არჩევნების წინ და ერთგვარად ეს არის მოქმედება, როდესაც ფაქტობრივად პოლიტიკური სპექტრი ის ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების ოპონირებას უწევენ და წარმოადგენენ მათ ოპოზიციას, მათთვის ხდება შეზღუდვა პოლიტიკური საქმიანობის, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ნაბიჯები არ ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ნიშანია და ფაქტობრივად ქართულ ოცნებას ასეთი ფორმალურ სამართლებრივად ექნება საშუალება, რომ ის იყოს მარტო პოლიტიკაში, ყავდეს რაღაცა სტრუქტურირებული ოპოზიციის ჯგუფები, მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიები ასევე იქნებიან ალბათ დაშვებულები და მთელი ძალაუფლება უკვე გამტკიცებული ექნება ყველა მომდევნო არჩევნებზეც და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ცდელობა რატომ საკითხები. აი სანამ უშუალოდ სარჩელის შესახებ და დეტალებზე ვისაუბრებდეთ, თავად მნიშვნელოვანია პირველ რიგში დაისვას კითხვა, როგორი ტიპის პარტია აწარმოებს ახლა ამ ტიპის კამპანიას, რეპრესიებს, თავად ქართული ოცნება, რომელიც არის გამოცხადებული არალეგიტიმურ ძალად, მას არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, თავად ქართული ოცნების ლეგიტიმაცია ამ პროცესში, როგორი ტიპის პარტია ებრძვის სხვა პოლიტიკურ ძალებს. ხო, ეს საკმაოდ ესეთი რთული სამართლებრივი საკითხიც არის ამავდროულად, იმიტომ რომ ერთის მხრივ არის კითხვის ნიშნები გარკვეული არა თქვა კონკრეტულად პოლიტიკური პარტიის მიმართ, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია არსებობს და უნდა იარსებობს ქართული ოცნება, ხელისუფლებაში იქნება, ოპოზიციაში იქნება, თუ როგორ იქნება, მან უნდა იარსებოს როგორც პოლიტიკურმა პარტიამ. აქ საუბარი არის ძირითადად ლეგიტიმაციის პრობლემებზე, თქვა იგივე პარლამენტთან მიმართებაში, პრეზიდენტთან მიმართებაში. თუმცა ეს ლეგიტიმაცია ამ შემთხვევაში უფრო პოლიტიკური საკითხი გამოდის, ხო? ფაქტობრივად ხელისუფლებას ისინი ახორციელებენ, ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტს აკონტროლებენ, იღებენ კანონმდებლობას, იღებენ გადაწყვეტილებებს და სხვადასხვა ნაბიჯებს დგამენ. რაც შეეხება უკვე პოლიტიკურ არაღიარების საკითხს, ეს უკვე არის სუბთა პოლიტიკური, იმიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით ახლა რომ თქვათ მათ არ ცნობენ საერთაშორისო საზოგადოებაში, იმიტომ რომ სხვადასხვა ორგანიზაციებში მონაწილეობენ, მიმოწერები მიმდინარეობს და ასე შემდეგ. შემდეგ ეს უფრო პოლიტიკური ფასი აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ დასავლეთთან რა ტიპის ურთიერთობა ქონდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და რა ტიპის ურთიერთობები არსებობდა ჩვენს ხელისუფლებებთან, სხვადასხვა მათ შორის ქართულ ოცნებასთან, მანამდე სხვა ხელისუფლებებთან, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ურთიერთობები არ არის პოლიტიკურ დონეზე და ეს ცალსახაა, იმიტომ რომ პირველ რიგში ალბათ ქართული ოცნების ბრალია, როდესაც ასეთ ურთიერთობებზე ფაქტობრივად უარი თქვა. მან მით უმეტეს სხვადასხვა ეტაპზე ამის კარგი გამოცდილება ჰქონდა, ხო, ამ ურთიერთობების. ამიტომ რაც შეეხება თავად ლეგიტიმაციის პრობლემას, გასაგებია, სამართლებრივი კითხვის ნიშნები არსებობდა, თუმცა ასეთ ფორმალიზებაში ჩასვლა უბრალოდ შეიძლება ვილაპარაკოს, რა თქმა უნდა, ხა ჩემნაირ ადამიანმა ექსპერტმა შეიძლება ამაზე ვილაპარაკოს, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის აბსოლუტურად სხვა, რომ რეალურად ისინი ძალაუფლებას ახორციელებენ. კი ბატონო, და როგორ ხედავთ თქვენ პროცესების განვითარებას, რა ტიპის გადაწყვეტილებას ელოდებით, თქვენი აზრით აი სარჩელის სრულად აკმაყოფილდება, ფაქტია რომ შეექმნება საინფორმაციო დღის ეს რიგი, როგორც ეს წინა შემთხვევაში იყო, როდესაც ვიხილეთ ჩვენ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი, ხო, ერთგვარი შოუ მასკარადი მოაწყო ქართულმა ოცნებამ მელოდებით მსგავს სცენარს. ერთი განსხვავებით, რომ იმპიჩმენტის პროცედურის მთავარი ეტაპი იყო არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება, გადააყენებდნენ თუ არა პრეზიდენტს. ცალსახა და ნათელი იყო თავიდანვე, იმიტომ რომ პარლამენტის ესეთი კონფიგურაცია იყო, რომ პარლამენტი ვერ გადააყენებდა მაშინ საქართველოს პრეზიდენტს, უბრალოდ იქ უფრო მეტი იყო ხმების გამო, იქ უფრო თქვა შოუს ელემენტები მეტი იყო, ხო, თქვა რაღაცნაირად პოზიციონირება საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, რაღაცის დადასტურება, რომ პრეზიდენტი
პრეზიდენტი არ ღვევდა თქვა კონსტიტუციას, ხო? აი ესეთი ცდილობა უბრალოდ საბოლოო შედეგი მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ვერ იქნებოდა მიღებული ხმების რაოდენობის გამო. აქ ცოტა განსხვავებული სიტუაციაა, იმიტომ რომ ამ არსებული შესაძლებლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით პირდაპირ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ანუ მას აღარ დაჭირდება არავის დადასტურება და საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული თქვა კონფიგურაცია როგორც არის, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ყველა მოსამართლეს, მოსამართლეების უმრავლესობა დიდი ალბათობით მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც პოლიტიკურად იქნება ქართულ ოცნებაში მიღებული, ხო? სასახა, ამას არა მარტო ამაზე საუბრობ, არა მარტო უბრალოდ წარსული გამოცდილებიდან, არა უბრალოდ აი იმ შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც ამ სარჩელს გააჩნია, ხო? მე ორი სიტყვით ვიტყვი, მთავარ პრობლემას, რომელიც ამ ყველაფერს გააჩნია, პოლიტიკური მე მესმის, რომ შეიძლება ვინმეს რომელიმე პოლიტიკური პარტია მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს, ხო? ეს აბსოლუტურად არ არის, არ უნდა იყოს იმის განმაპირობებელი, რომ პოლიტიკური პარტია აიკრძალოს. პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სტანდარტი, ვინ როგორ შეფასებას მისცემს, ან ვინ რა განმარტებას გააკეთებს, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სტანდარტს და შინაარსს. პოლიტიკური პარტიის გაუქმება პრინციპში შეგვიძლია ორ მომენტამდე დავიყვანოთ. ერთი როდესაც პოლიტიკური პარტიის გაცხადებული მიზნები, ანუ ჩამოყალიბებული დაწერილი, თქვათ, პოლიტსაბჭოების მიღებული გადაწყვეტილებები, რაღაცა საარჩევნო პროგრამები, პოზიციონირება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების არის არსებული წყობილების საწინააღმდეგო. მაგალითად, რომელიმე პოლიტიკური პარტია გაცხადებულად ამბობდეს, რომ არ გვინდა სასამართლო ჩვენ ხელისუფლებაში მოვთ, გავაუქმებთ სასამართლო სისტემას. არა მხოლოდ ფაქტობრივად, თუმცა ფორმალურადაც. ან თქვა, რომ ადამიანის სულებს არ დავიცავთ. ანუ არსებული წესრიგი, რაც რაზეც დგას კონსტიტუცია, ფორმალურად მაინც, ხო, ეხა ფაქტობრივად შეიძლება ესე არ კეთდება, ამ არსებული სისტემის საწინააღმდეგო თუ ამოქმედება, ესე იგი ეს პოლიტიკური პარტია ამ წესრიგში ვერ უნდა თამაშობდეს, როგორც მოთამაშე, ანუ და ამიტომ შესაძლებელია მის აკრძალვაზე საუბარი. და მეორე მომენტი, როდესაც პოლიტიკური პარტია შეიძლება გაცხადებული მიზანი არ აქვს, მაგრამ რეალურად ძალადობის დაპირისპირების გამღვივებელია, ან რაღაცა დანაშაულებს ჩადის, მაგალითად, აი იყო სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტულ პოლიტიკური პარტიები ტერორისტულ ორგანიზაციებად იქცნენ, ოღონდ ამის კლასიკური მნიშვნელობით და არა ეხა ვიღაცა რომელიმე პოლიტიკოსი რომელიმე ოპონენტს რო რაღაცას დააბრალებს, ქვეყნის რაღაცას ხელისუფლების შეცვლა გინდაო და თვითონ ეხა მაგალითად ესე განცხადება, რომელიც გავრცელდა ამ სარჩელთან დაკავშირებით, იქ იყო ჩამოყალიბებული რა საფუძვლებიც იყო და ერთ-ერთი მაგალითად არის, რომ ლეგიტიმაციის არაღიარება, ხო? ანუ პარლამენტი 2016 წლიდან დაწყებული, 16-ში, 2018-ში, 2019-ის მოვლენებზე, 21-ის, 2020-ის არჩევნებზე იყო საუბარი, 24-ის არჩევნებზე. აქ რომელიმე პოლიტიკური პარტია უარს ამბობდა ან მანდატებზე, ანუ არ მონაწილეობდა პროცესში, ან ამბობდა, რომ არჩევნების შედეგებს არ ვითარდება, ეს არის სუფთა პოლიტიკური პროცესი. ეს ყობახიძე მაღიარა კახარიას შემთხვევაში მან თქვა, რომ აი ამ პარტიამ თავი გადაერჩინა აკრძალოს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ანუ იმაზე კი არ არის დამოკიდებული სამართლებრივად რა არის მთავარი და მართალი. ხა მე ვილაპარაკე სამართლებრივად საფუძვლით საერთოდ უნდა მსჯელობდნენ. კარგი, თქვათ, თეორიულად დაუშვათ, რომ სარჩელია, ვისაც უნდა, რა თქმა უნდა, ამის უფლება არსებობს, ხო, რომ შეიტანონ სარჩელი. უბრალოდ დღის ეს რიგში ასეთი საკითხების დაყენება და ამაზე მსჯელობა და მე საბოლოოდ საკონსტიტუციო ასეთი გადაწყვეტილება ეს არის. იცით რა მაინტერესებს, ანუ მოსამართლებმა კონკრეტული ფაქტების შესახებ უნდა იმსჯელონ, მაგალითად, რაც დაწერა თეატრულუკიანმა იმ დასკვნაში, ამაზე ჩაშლილად იქნება საუბარი, განხილვა. ანუ ეს ფორმატი ზოგადად რა ტიპის იქნება? ხო, ესე იგი, პირველ რიგში სარჩელთან სარჩელიდან გამომდინარე იქნება წარმომშელობა, თქვათ, ალბათ მხარეებს მოусმენენ, პოზიციებს გაიგებენ, ასევე ამ დასკვნასთან სავარაუდოდ ნახავენ. უბრალოდ გადაწყვეტილებაში, ანუ გადაწყვეტილებაში ფაქტების თან საინტერესო მათ შორის სამართლებრივი საკითხი თვალსაზრისით თქვენ რა საკითხით დასვით, იმიტომ რომ შე შემთხვევაში შეიძლება დავუშვათ თეორიულად ჩვენ აი კონკრეტულ პიროვნებებს და პარტიას რო თავი დავანებოთ
თვითონ ფაქტი, როგორც არის აღწერილი, მაგალითად მოსარჩელის მხრიდან, თავისი შინაარსით შეიძლება იყოს შესაძლებელი ფაქტი და კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა დასაყენებელი ან არ დასაყენებელი. ეს წესით არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს სამსჯელი, ხო? ანუ ჩვენ მივხვდებით, რომ პოზიციას თუ მოვისმენთ და ვნახავთ, რომ რეალურად თუ ესე იგი ვინმეს რაიმე ტიპის ან გადაცდომა ან დანაშაული აქვს, ეს პიროვნებამ უნდა აგოს ამაზე პასუხი, თუ ასეა და არა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ. პარტიის გაუქმებას კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ თავისი სტანდარტი. თუმცა სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში, თქვათ, ავის სამოტივაციო ნაწილში, სადაც ახსნა მოხდება, თქვათ, რატო გაუქმეს პარტიას, რა თქმა უნდა, ალბათ ამ ფაქტების შეფასებასაც და ამ ფაქტების შეფასებას გააკეთებს, იმიტომ რომ იტყვის, რომ ანუ პარტიის აკრძალვის სტანდარტი რო არის მაგალითად კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედება კონკრეტული პარტიის, ამის ახსახსნელად შეიძლება გამოიყენოს ფაქტები. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს შესაძლებელი ხა საუბარი ხო და ეს უბრალოდ ეს შეფასების და ყველაფერზე შეიძლება თქვათ, რომ რაღაცა მაგალითად ის რომ რაღაცა თქვენს ეთერში დამიძახეთ 20 წუთზე და მოვედი 21 წუთზე არის რაღაცნაირად ჩვენი პირობის დარღვევა, მაგრამ ეს ერთი წუთის გამო, ამის გამო რაღაცა ადამიანის ციხეში არ უნდა წავიდეს. და ახლობით აი ესეთი სტანდარტზე არის საუბარი. აი ამ პროცესს შეაფერხებს თუ არა, რას გამოიწვევს ის სარჩელი, რომელიც იგეგმება კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს მხრიდან, ანუ ეს შეაფერხებს თუ არა პროცესს და ვისაუბროთ ასევე პრაქტიკის შესახებ. ხშირად ქართული ოცნება ამბობს, რომ აი ასე მოხდა თურქეთში, ასე მოხდა მოლდოვაში, სხვა ქვეყნებში ეს პრაქტიკა არსებობს და აქვე განვიხილოთ ასევე სტრასბურგის პერსპექტივაც ამ ნაწილში, როგორ ხედავთ თქვენ პროცესების განვითარებას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ესე შეიძლება ფორმალურად არ გააჩეროს, არ შეაჩეროს ლელო ძლიერი საქართველოს სარჩელმა პროცესი, თუმცა აბსოლუტურად ლოგიკურად რომ იმსჯელოთ, ხო, აი გამოვიდეთ ყველანაირი პოლიტიკური დღის წესრიგიდან, ანუ თუ გასაჩივრებული არის ნორმა, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს, რა თქმა უნდა, ჯერ უნდა განიხილო ეს ნორმა კონსტიტუციურია თუ არა და მერე უნდა იმსჯელო ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. რომ აღმოჩნდეს, რომ ეს ნორმა არა კონსტიტუციურია და ამავდროულად უკვე გაუქმებული ქონდეს პარტია, თავისთავად, რა თქმა უნდა, ეს ლოგიკასთან არ არის შესაბამისი. რაც შეეხება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, ძირითად შემთხვევაში მე როდესაც დასაწყისში ვისაუბრე სტანდარტზე, ეს ჩემი შეფასება ამ საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტებს ეფუძნება, ხო? ძირითადად იქ, სადაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ხდება დემოკრატიული წესით და ეს რაღაცა დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ დემოკრატიულ სისტემაში როგორც პარტიის საქმიანობის დაშვება უნდა არსებობდეს, ასევე თეორიულად უნდა არსებობდეს შეჩერების და შეწყვეტის და გაუქმების საფუძველი, ხო? იმიტომ რომ სისტემაში არ იყოს ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ სისტემის თავარღირებულების პრინციპებს პირდაპირ ებრძვის და არ გულისხმობ ოპონენტს, გულისხმობ იმას, რომ აი პირდაპირ ამბობს მოწოდება გომისკენ, დანაშაულებისკენ, ძალადობისკენ და ასე შემდეგ ასე შემდეგ. ხო, ესეთ ან პირდაპირ ქმედებები აქვს, ან მაგალითად აქ გაცხადებული მიზნები ჩამოყალიბებული ამ სიტუაციაში, ხო? ამას გულისხმობ და არა უბრალოდ რომელიმე შეფასებას, ხო? მე მესმის, რომ ოპონენტები ერთმანეთს ძალიან კრიტიკულად, მკაცრად აფასებენ ყველა პოლიტიკურ პარტიაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, რომ ერთმანეთის მიმართ იყვნენ ძალიან კრიტიკულები, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ამის გამო რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დატოვოს პოლიტიკური სპექტრი, ხო? ეს არ არის მეორე პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი წესი და რიგით. ნორმალურ ვითარებაში. ხო, რაც შეეხება სტრასბურგის პერსპექტივას, ხო, თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს პერსპექტივა არსებობს, უბრალოდ მან პროცედურულ ნაწილი იქნება მნიშვნელოვანი, რომ თქვა დასრულდეს, ხო? მაგალითად, ადგილობრივ დონეზე. ხო, ადგილობრივ დონეზე, უბრალოდ ეხა ტაქტიკის და ტექნიკის საკითხი იქნება, თქვა სარჩელის როგორ იქნება მომზადებული და ცოტა ესეთი იურიდიულად ალბათ ამას კარგად გამართვა დაჭირდება, ხო? თუმცა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, ესეთი ძალიან მძიმე სიტუაცია, იმიტომ რომ მე მაგალითად ამ დამოუკიდებლობის
ასე იგი 14 წლის პერიოდში, რაც საქართველოს ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა, მე არ მახსენდება ასეთი დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ, ხო? და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და განსაკუთრებით ახლა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. შეიძლება პოლიტიკურ დებატებზე პარლამენტში სხდომისას ან დისკუსიის დროს იყოს მსგავსი საკითხები, საუბარი, გამოთქმული პოსტსაზრებები, ესეც გამოხატვის თავისუფლების ნაწილი იყოს. მე მესმის ეს რო ასე ხდებოდეს, მაგრამ სარჩელის მომზადება და მე აკრძალვა ეს არ ჩდება არანაირ სტანდარტში. დიდი მადლობა ბატონ კოტეს სტუდიაში მომბრძანებისთვის. კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია პასუხობდა გადაცემა კომენტარის კითხვებს.